მეოთხე საუკუნის კაბადოკიელი მამის წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის საკმაოდ ვრცელი შემოქმედება ქართულად თითქმის სრულადაა ნათარგმნი. ეს გახლავთ 45 ჰომილია, 100-მდე ეპისტოლე და სასულიერო პოეზია. მის თხზულებათა ქართულად თარგმნის ისტორიაზე კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარ ოთხმეზური გვესაუბრება. ადრეული თარგმანები შესრულებულია წინა ათონურ პერიოდში. ეს გახლავთ გრიგოლ ღვთისმეტყველის ორი საკითხავი შობისათვის და ნათლისღებისათვის, რომლებიც მერვე მეცხრე საუკუნეებში უნდა იყოს ნათარგმნი ქართულად და ეს თარგმანები დაცული არის უძველეს ქართულ მრავალთავებში. მე-10 საუკუნეში გრიგოლ ოშკელმა, სხვათა სომხურიდან თარგმნა გრიგოლ ღვთისმეტყველის ორი საკითხავი. გარკვეული წვლილი გრიგოლის თხზულებათა თარგმანში შეტანილი აქვს დავით ტყელს, მაგრამ აი ესე კომპლექსური შესწავლა და თარგმნა გრიგოლის თხზულებებისა დაიწყო ათონის ლიტერატურულ სკოლაში და 6-მე ათონელს აქვს ნათარგმნი გრიგოლ ღვთისმეტყველის როგორც ლიტურგიკული, ასევე არალიტურგიკული თხზულებების ძალიან დიდი ნაწილი. და 6-მეს თარგმანება ჩვენამდე კრებულების სახით, კორპუსების სახით მოაღწია. 6-მე ათონელის თარგმანები თავისუფალ მკითხველზე ორიენტირებული თარგმანებია, შესრულებული კლებითა და მატებით. ასე აფასებს 6-მე ათონელის თარგმანებს მე-11 საუკუნის მწიგნობარი ეფრემ მცირე. ეს თარგმანები არის გაჯერებული 6-მესეული ჩანართებით, ფაქტიურად გრიგოლის ტექსტის 6-მესეულ ინტერპრეტაციას წარმოადგენს. და როგორც ეფრემ მცირე მიუთითებს, ის მიემართება ჩვილობაში მყოფ განვითარების პირველ ეტაპზე მყოფ ქართველ მკითხველს, რომელიც არ არის მზად შეითვისოს აი ის სიბრძნე, რომელიც გადმოცემული არის ბიზანტიელი ავტორების თხზულებებში. ხოლო უკვე მოგვიანებით მე-11 საუკუნის ბოლოსათვის თავად ეფრემ მცირე ახლა უკვე სრულიად განსხვავებული მეთოდით თარგმნის გრიგოლის თხზულებებს. ხელახლა თარგმნის 16 ლიტურგიკულ სიტყვას და ავსებს 6-მეს თარგმანებს იმ თხზულებათა თარგმანებით, რომლებიც მანამდე არ ყოფილა გადმოთარგმნილი ქართულად. გარკვეული წვლილი შეტანილი აქვს გრიგოლის თარგმნის საქმეში გელათელ მწიგნობრებსაც ტერმინოლოგიური ანალიზის მიხედვით გარკვეული საკითხავები შეიძლება მივაკუთვნოთ სწორედ მათ სკოლას. წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებები ასობით ქართულ ხელნაწერშია დაცული. მათი დიდი ნაწილი სწორედ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დავანებული. არანაკლებ საინტერესოა წმინდანის თხზულებათა შემცველი ხელნაწერები, რომლებიც დღესდღეობით ათონურ კოლექციაში იერუსალიმსა და პეტერბურგში ინახება.